ბრემენიდან ამჯერად ოპერად ჩამოხვდა. კიდევ ვინმე რა? ალაბარი ბოლო სახელმწიფო გამოჩნდები და 12 აგვისტოს უკვე აქ ვიყავი. ყველას კარგი გამოჩნდება ქონდათ ოპერების დროს. მე რა წამოვედი ოჯახიდან ოჯახი დაინგრა. ისი მეთოდები აქვს რაღაც უცნაური, რასაც მე ვერ ვიტან. ახლა ვასწავლი გერმანელებს ქართულ ენას და ვარ პიროვნული განვითარების და კომუნიკაციის ექსპერტი. ანუ არ მინდა რომ რამე შეხება მქონდეს და კავშირი მქონდეს ჩემს არხს, ფაუსს. ანუ რაღაც ის პერიოდი იყო რაღაც არჩევნები, მე არჩევნების შემდეგ ბევრი რაღაც ხდებოდა, რითაც რა თქმა უნდა არ ვიყავით კმაყოფილები და გვინდოდა რომ რაღაცა დაგვეწყო ქმედითი პროტესტი რო გაქვს და ვეღარ გამოხატავ, იმიტომ რომ რაღაც გარემო შეიქმნეს ისე ხელოვნურად რომ სადმე თუ ხმა მოიღე არასწორი ხარ. სულ იმას ვამბობდი რომ ეს ამბები არ შეიძლებოდა რომ მოუყოლელი დარჩენილიყო. თუ მაგაშია საქმე, გონია რომ ჩემი არხიც, ანუ ფაუსტი ზუსტად იქ არის ახლა სადაც უნდა იყოს. ვისაც არ გამოიგიწერიათ, გამოიწერეთ ფაუსტი. ბრავო, მშობას დახაწას. დატკბით პატარა მომენტებით. მზად ხარ? მოგესალმებით მეგობრებო. ბრემენიდან ამჯერად და ჩვენთან ერთად არის ჯორჯია როიალ ვაინი, ქართული სამეფო ღვინო, რომელიც მხარს მიჭერს და გვერდში მიდგას, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გაგაცნოთ. ანუ მე ვიცოდი რომ სამნი უნდა ყოფილიყავით, ამიტომ ერთი წამოვიღე დასალევად, ორი საჩუქრად, ეგრე არ გამოვიდა, მაგრამ ამ ღვინოებს დაგიტოვებთ და ერთად დააგემოვნეთ, უკეთესი იქნება, გაყოფას ჯობია რომ ერთად დარდეთ და დღეს გავსინჯოთ ქისი. შევისოთ მეგობრებო. ეს თქვენ? მადლობთ. ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს ეს ყველაფერი ძალიან მიხარია თქვენთან ერთად ვარ აქ. ანუ არანაირი რეკლამა მართლა გემრიელია. სადღაც რეკლამაც, მაგრამ იყო გულიდან ამას. მართლა კარგია. მე ძალიან მესიამოვნა. ანუ სხვადასხვა ქისი აქვს და ეს ძალიან მომეწონა. და ეს ღვინოები შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ გერმანიის ნებისმიერი ქალაქიდან საიტზე, რომელიც სად ხდება ხოლმე ეს რაღაცები არ ვიცი, მაგრამ სადღაც აქ გამოჩნდება და გამოიწერეთ და აგემოვნეთ, შეაფასეთ, დაწერეთ კომენტარებში როგორი იყო. ეგ არის სავალდებულოები მოვიშორე და არ მოვისუნთ კოჩი. აი ხო და მე ხა გავიცანი ყველა. ყველა ბრემენში არა შენ არ ცხოვრობ ბრემენში. შემოგარიშ. ნათიას ვიცნობდი თქვა რომ თქვენ ნათიას ვიცნობდი ყველაზე ესე რა. ყველაზე შორიდან ახლდა. ხო. და მოკლედ ნათია იქნება ეხლა ცოტა ხანი ჩვენი გიდი და მე გავაგრძელებ. კაი, მოგესალმებით მოკლედ ბრემენში. ჩვენ ვართ ბრემენელი მუსიკოსები არა და გოგოები. ნათია, როგორც უკვე მახსენეთ, კიდევ ერთი ნათია, რომა რაგერიოს, ანუ ჩვენ რო შემოგხედა, ვიცით რომ ნათია ვართ. ნათიები. თამარი ყავს ჩვენ გვერდით და ნინო ოლდენბურგიდან. და ლუკა. პირველად მიწერე ნათიას და ჩაწერაზე და მითხრა რომ არაფრისთვის არ მიმიღწევი. რატო უნდა ჩამწერო და მაგალითად სხვათა შორის მე ძალიან ბევრი ვიფიქრე და ან ჩემი ინტერესი პირადად არ არის როგორ გითხარ აი ეს ჭალებში რო თქვა წარმატებული ადამიანების ჩაწერა რა მგონია რომ ყველა ადამიანში ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც იმალება და ეგ უბრალოდ ჩემზე არის დამოკიდებული რამდენად ვიპოვი იმ მნიშვნელოვან ნაწილს ყველა ადამიანში ხან გამომდის ხან ვერ გამომდის მაგრამ ეგ ჩემი მინუსი არის და ძალიან დიდი ინტერესით ვარ აქ ჩამოსული და თან შენზეც იმდენი რაღაც მსმენია რომ ეგრეც არ არის ეხა შენ როგორც მითხარი რა რა საქმიანობა ხაი მაგაზე რომ მოკლედ გითხრა შენ რომ მომწერე ხაი ყოველივე არ მაქვს ნახე მაგრამ ეს ვისაც უყურებდი და ესე გაკვირით თვალი მქონდა მოკრული მეთქი არიან მხატვრები ესეთი წარჩინებული ადამიანები ამხელა ადამიანი მწერს და მე მართლა ისე რა ვიცი მე რო არაფრისთვის მიმიღწევია ცხოვრებაში მეთქი რა ვიცით ანუ მე ძალიან გამიხარდა რომ ესე არ თქვა კაი ხო არ მიგიღწევი ნუ მიგიღწევია კარგად იყავია რა არ მიგიღწევია და მაშინ შენიცი და მე ხოდი კაი და ძალიან გამიხარდა რომ ესე არ მომეშვიდა მეთქი კაი ჩამოდი და მაგარი კაი მოკლედ მე ნათია ვარ გოგილაშვილი
მე 11 წელია უკვე აქვს ცხოვრობ. იდეაში ვარ ჟურნალისტი, ოღონდ აი პრაქტიკული ჟურნალისტიკა არასოდეს არ ყოფილვარ, მაგრამ მაინც მგონია რომ რაღაცა სულით და გულით ჟურნალისტი ვარ. საქართველოში მაქვს ჟურნალისტიკა დამთავრებული და მეორადი ფსიქოლოგია, ოღონდ ეს ორი ძალიან არ ხამებოდა ერთმანეთს. ჟურნალისტიკაში ვიყავით რაღაცა და ფსიქოლოგიაში ვიყავით რატომ რისთვის და ამ წუთასაც ნუ განათლების მეცნიერებებს სწავლობ მაგისტრატურაზე და იმედია რომ უახლოეს მომავალში დასრულდება ეს ყველაფერი. ანუ ეხლა აკეთებ მაგისტრატურას, ხო, ბაკალავრი საქართველოში გააკეთე და ჩემი სამსახური ხა იდეაში სადაც ვარ, რაღაცა ყველაფრის ერთობა არის. თან ბევრს ვლაპარაკობ, თან განათლების საკითხებში ვარ ჩართული, ვარ კონსულტანტი ერთ-ერთ ორგანიზაციაში. ქალები მოდიან რჩევების მისაღებად, ასე ვთქვათ და ვესაუბრებით, ნუ რომელ პროფესიაში ხედავენ საკუთარ თავს, თუ არიან უცხოეთიდან ჩამოსულები, როგორ შეუძლიათ აქ რომ გავითარდნენ, როგორ დაიწყონ სწავლა, თუნდაც პროფესიული განათლება და ასე შემდეგ. კი. ამ წუთას ესეთ როგორც ძალიან ბევრი ქართველი ალბათ ოპერატ ჩამოსული, მერე დარჩენილი, მერე სწავლა, განათლება და მუშაობა სულ პარალელურად. რამდენი ხანია რაც გერმანიაში ხარ? მე 11, ხო 2014. ოპერატ ჩამოხვედი, კიდევ ვინმე აქ? ყველა ხო? მართლა მე სოციალისტი ვარ. ან სოციალი დავიწყე. რა სოციალი? სოციალი რო არსებობდა საიდან. მე 2 წელია რაც გერმანიაში ვარ და აი 2 წლის წინ უკვე ძალიან ბევრი ინფორმაციაზე იყო წვდომა რა. მაგრამ არც ისე, იმიტომ რომ ანუ YouTube-ის გაკეთება ზოგადად გადავწყვიტე საქართველოში რა, იმიტომ რომ ფიქრობდი რომ ჩამოვიდოდი, გამეკეთებინა აუსბილდუნგი აქ რა. და YouTube-ზე ვეძებდი რაღაც ინფორმაციებს და აი ვერაფერი ვერ ვნახე საერთოდ, ანუ არაფერი არ იყო. ან მაშინ ვიფიქრე რომ მეთქი რომ ჩავალ და რაღაცაში გავერკვევი, YouTube-ზე დავდებ რა ინფორმაციას, რაც მე მჭირდებოდა და ცოტა მაგ მიმართულებას გადაუხვიე ხო ჩემს YouTube-ზე, მაგრამ ანუ მე მაქვს გადახვევილი, იმიტომ რომ აი კონკრეტულად პროგრამებზე დიდი ხანი აღარ დამიდი, მაგრამ ან დევს ჩემს არხზე, სარეულის აუსბილდუნგს რაღაც ამ რამდენიმე აუსბილდუნგზე დევს, მაგრამ მაგას გავაგრძელებ აუცილებლად. ოპერით ხართ, რას ფიქრობთ ოპერის პროგრამას? ვის მოგწონთ ოპერის პროგრამა? ეცა 11 წლის წინ და თქვენ რამდენი წლის წინ აღავით შემოსულები? მე ჩამოვედი 2002 წელს. ასევე ოპერის პროგრამით. მამიდაშვილი იყო, ჩემზე ადრე ჩამოსული, ოპერატ იყო ისიც და მან მითხრა რომ უნივერსიტეტს ვამთავრებდი უკვე საქართველოში და აი რო დაამთავრებ თან გერმანულს სწავლობდი იქაც საქართველოში ანუ სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც. ძალიან მალე მოხდა ეს ყველაფერი, აი ივლისში დაახლოებით ჩავაბარე ბოლო სახელმწიფო გამოცდები და 12 აგვისტოს უკვე აქ ვიყავი. აი ხალხი ამ დროს ელოდებოდა იმ დროს თვეები, წლები, ვიზას და აი ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი და ფიქრობ რომ კარგი პროგრამა არის ნამდვილად. რა მარტო არ ხარ და ფაქტობრივად ეს არის პირველი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ. ამერიკიდან ჩამოვიდა ხ ჩემი მეგობარი ოპერის პროგრამით იყო. ისეთი კარგი გამოცდილებები და ბედნიერი ჩამოვიდა, უბრალოდ იყო წასული ოპერის გასაკეთებლად, გააკეთა და დაბრუნდა. აქ უბრალოდ გერმანიაში რო ჩამოვდივართ, მაგაზე გვაქვს მთელი მომავალი აწყობილი და მე მგონი მაგას მოყვება პრობლემებზე რა. მაგიტომ კითხვები თუ გაქვთ მაგ პროგრამასთან დაკავშირებით, კომენტარებში დაწერეთ და ამდენი ადამიანი არის. მე შეიძლება ვერ გიპასუხო, მაგრამ აი პირადი გამოცდილებებიდან ხალხი გაგიზიარებთ, თავიანთ გამოცდილებას გაგიზიარებენ. დავამატებდი რომ ანუ ორივე შემთხვევა არის, როდესაც ანუ ჩვენ გვაქვს სხვა მოლოდინები და სხვა გვხდება და რა თქმა უნდა არის ოჯახები, რომლებთაც არ აქვთ გააზრებული, რატომ ყავთ ოპერის სახლში. ოღონდ ამ შემთხვევაშიც მართლა ძალიან ბევრი საშუალება არსებობს, როგორ ვიკითხოთ, თქვა ჩვენ რა უფლებები გვაქვს, რამდენ ხანს უნდა გვამუშაონ, როგორც შენ თქვი, ეს არის რაღაც პატარა ინტეგრაციის პროგრამა და ნუ შენც უნდა ამ პერიოდში მოახერხო შენი თავს რეალიზება და არა მხოლოდ ამ ოჯახისთვის იმუშაო. და ანუ მაგ შემთხვევაში თან დღეს ძალიან ბევრი საშუალება არის, რომ ონლაინ გაიცნო წინასწარ ოჯახი, აქაც ბევრი სააგენტო, რომელიც სრულიად უფასოდ გეხმარებათ და ყოველთვის შესაძლებელია, მოკლედ დღეს რომ აი არ დავრჩეთ რაღაცა უბედურები ერთი წელი ერთ ოჯახში და ხო, ძირითადად, ნუ მოკლედ ვკითხეთ. შესაძლებელი გამოცვლაც ყოველთვის შეიძლება, რა თქმა უნდა. სამჯერ არის. სამჯერ არის შესაძლებელი და როგორც წესი, ანუ ბევრი გეხმარებათ მართლა რა. რეკლამის garaში კარგი შანსია წამოსასვლელად. ეს ნამდვილად რეკლამის garaში. ყველას კარგი გამოცდილება ქონდათ ოპერების დროს.
მე პირადად ძალიან კარგი გამოცდილება მქონდა. ჩემო ოჯახმა მკითხა, თუ მექნებოდა სურვილი აქ გამეგრძელებია სწავლა გერმანისტიკაზე. და ანუ იმ ოჯახში დარჩეთ. იმ ოჯახში ჯერ დავბრუნდი საქართველოში, მაინც მერე დამირეკეს და მკითხეს რა იყო ჩემი გადაწყვეტილება და 8 თვის მერე ისევ დავბრუნდი, მერე სტუდენტად. ნინო დაგვრჩა. ნინო დაგვრჩათ. გემრიელი მოკლავო. ნინოს ამბავი გვაქვს მოსასმე. ხო, მეც ძალიან კარგი გამოცდილება მაქვს ოჯახთან. რომელ ქალაქში? ოლდენბურგში ჩამოვედი. რომელ ქალაქში? ორი. ხო, ნაცეც ოლდენბურგში. კი, სხვათა შორის მე ძირძველი ოლდენბურგელი ვარ და მან დაიწყო ჩვენი მეგობრობის საკვანი. ოპერეთ ჩამოდი დელმენჰორსტში, აქვე არის ბრემენთან, მაგრამ დაახლოებით 7 თვის მერე წამოვედი და ბრემენში იმის მერე. მე ბრემენთან ახლოს არის. ბოლოს გადმოვედი. ისე ეგრე ხდება ხოლმე, ხო? ან პირველად სადაც ჩახვალ, მე რაღაც იმ ნაწილში, იმიტომ მე ფიქრობ ხოლმე ჩემს, რომ რამინდა ჰანოვერში, რა. როცა ამხელა არჩე. როცა ამხელა არჩევანი არის, ეხა ყველა უსმენთ. ეხა ყველა მისმენთ მე. აი მიკროფონს რას ვამბობთ? შენს ოპერობაზე გამოსვენებზე. მე ჩემს ოპერობაზე, ხო, მე ძალიან გამიმართლა თუ გამართება ქვია მას არ ვიცი. 2 წელიწად ნახევარი დავჭი ჩემ ოჯახთან. დღემდე მაქვს ძალიან კარგი კონტაქტი. ნუ მე რო წამოვედი ოჯახიდან, ოჯახი დაინგრა. მაგრამ იცი რა, მე ჩემი და შევიდა იმათ ოჯახში და ახალი ოჯახი შექმნა. შენი და ჩამოვიდა მე ოპერა. ხო და ანუ ისეთი კარგი ოჯახი იყო მართლა, ანუ ჩვენ მაშინაც მეგობრობდით და ანუ ჩემი და ესეც სპეციფიური მოთხოვნები აქვს ხოლმე და ვიცოდი რომ ეს ერთადერთი ოჯახი იყო, სადაც თავს კარგად იგრძნობდა და მართლა ანუ მთელი ოჯახი ულიდა ჩემდას და არა პერკით. საინტერესო. ლუის რა მოგცათ მაგ პროგრამა? მე ბავშვების შიში. ანუ ძალიან ბევრი შანსი აქვს. არა, ეს მართალია, ნუ გამოცდილება ალბათ. მე რა მომცა ოპერობა და ბავშვთან ურთიერთობა დავინახე სხვანაირად. დაახლოებით ერთი თაობა ვართ და უფრო აღზრდის ავტორიტარულ სტილს ვართ მიჩვეული საქართველოში, როგორც ხდება ხოლმე, ანუ ბავშვს თავისი ადგილი აქვს, უფროს თავისი ადგილი. აქ რო ჩამოვედი და სამზარეულო უნდა შეეცვალათ და ბავშვი იყო 3 წლის მაშინ. ანუ ბავშვი სრულიად იყო ჩართული იმაში, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მათი სამზარეულო. ხო და გარდა იმისა, რომ ნუ ენა ვისწავლე და იმის მერე შანსი მომეცა, რომ ჩამოვარდე უნივერსიტეტში და მაგისტრატურა გამოვიდა და ასე შემდეგ. კი ბატონო. ძალიან ბევრი რაც იმ მშობლების დავინახე, ეხლა ვაკეთებ ჩემს საკუთარ ბავშვთან. გაუმჯობესებულად ოღონდ. არ მაგ ფრიდან არ შემიხედავს, რა. როგორ გაგიცოდა მე შენ შემთხვევაში? ჩემ შემთხვევაში, ანუ ჩემ შემთხვევაში არ იყო ასეთი სახარბიელო სიტუაცია, უბრალოდ მე რაც მომცა იყო სასწავლო мотиваცია, ანუ რომ ჩამოვედი რაღაცა 20 სიტყვა გერმანული ვიცოდი და ისეთი мотиваცია მქონდა რომ მალე წავსულიყავი ამ ოჯახიდან 8 თვეში, მეთქი всё და всё ამოჭარი 8 თვეში გავარიცო და კადრი და აი 8-9 თვეში მქონდა ეს სერტიფიკატი და ანუ ეგ მომცა ალბათ ოჯახმა რომ ცხოვრებაში ესე არაფერი მომინდომებია რომ რაღაცა გერმანული სერტიფიკატი დამედო და მცოდნოდა რომ ოპერობის შემდეგ მექნებოდა რაღაცა საკუთარი ნუ ცოტა გაგრძელდა ეგ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ოპერებიდან როგორც გამოვედი მე 11 თვის გამოვედი გადავედი სტუდენტურ საცხოვრებელში და იმის მერე აგერ მე-10 წელია ვსწავლობ როგორ გააგრძელეთ ოპერების შემდეგ ოპერობის შემდეგ გავაგრძელე ბრემენის უნივერსიტეტში სწავლა, ლინგვისტიკა, გერმანისტიკა და რომანისტიკა დავამთავრე, მერე დავწერე სადოქტორო ლინგვისტიკაში. და 17 წლის მერე დავტოვე უნივერსიტეტი. ახლა ვასწავლი გერმანელებს ქართულ ენას და ვარ პიროვნული განვითარების და კომუნიკაციის ექსპერტი. ვიტყვი ახლა. მიმიშვით. შენ ბოლოს თქვი რომ არანაირი რეკლამა. მე თვითონ ვეძებდი ჩემი მეგობრის, მე უღლისთვის ქართულის მასწავლებელს. და
მიხარია თქვენი სავიზიტო ბარათი მაქვს და თუ წინააღმდეგი არ იქნები, ჩემს გამომწერებსაც გაუზიარებ თქვენს მონაცემებს, როგორც შეიძლება დაგიკავშირდნენ. აღწერაში იქნება მისამართი, რასაც მეტყვით. კი ბატონო. არანაირი რეკლამა, არანაირი რეკლამა. ხო, არიან გერმანულის მასწავლებლები, რომელმაც გერმანული საქართველოში ისწავლეს და გერმანულს ასწავლიან. არაფერს არ ვიძახი ცუდს საერთოდ, მაგრამ ჩემი გერმანულის მასწავლებელიც გერმანიაში ქონდა აქვს ლინგვისტიკა დამთავრებული, მოკლედ და რაღაც რომ მასწავლა გერმანულად რო ჩამოვედი, ზუსტად ის დამხვდა, რასაც მე ლაპარაკებოდა რა და არ გამკვირვებია და ძალიან ბევრს ვიცნობ, რომ ჩამოვიდნენ გერმანიაში და რაღაც აი მეგრული რო ასწავლა, ხო იცი? რაღაც ეგეთი განსხვავება ქონიათ შეგრძნების დონეზე და ანუ ეგეც მესმის, იმიტომ რომ ბევრი ისე ლაპარაკობს აქ, რომ არის მარტივი გასაგები რა. გაჩენდა სად მოხდა ჰანოვერში თქვენ ხო? ჩვენ ხო ჩვენთან ეხა მანდ კაი. ეხა უცებ გამახსენდა რატო ვარ ჰანოვერში. აი ენის გამო. კი ბატონო. თქვენ ოპერობის შემდეგ მეც ჩავაბარე ენის გამოცდა, დავიწყე უნივერსიტეტში სწავლა. ანუ სარეკლამო გრაფიკა და დიზაინზე, კომუნიკაციის დიზაინზე და ბოლო 10 წელია ვარ საჯარო სამსახურში. ვარ კოორდინატორი, ესე ვთქვათ, კერძო პატარა მინი ბაგაბაღის აღზრდელების, ესე ვთქვათ, რა კინოთაგისფლიგი ფრაზონები ესე ქვიათ. ამათ და ვადგენ მათ სასწავლო პროგრამა სემესტრულს და რა ვიცი, ესე ვთქვათ, ვეხმარებით კვალიფიკაციის ამაღლებაში. თანხმობრივი და გამოსკინარეთ მოხდა გადაკვეთები. ძალიან საინტერესოა. საინტერესო ხალხი ცხოვრობს პრემიაში. ამას სხვადასხვა რაღაცები, მაგრამ საქართველოში დაამთავრე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. თავიდან უნივერსიტეტში სწავლა რო დავიწყეთ, ეგ პერიოდი მქონდა რაღაცა 3, 4, 5 ხან სამსახური, აი ყველაფერს ვედებოდი თავიდან. მერე რაღაც პერიოდი აი მერსედესიდან დაწყებული სადაღარ მიმუშავია მართლა და თარჯიმნადაც მუშაობ, თარჯიმნად ეხაც ნუ რო გიძახებენ და რაღაცა დაადიხარ ხო, ანუ გერმანულს ვასწავლიდით, რაღაც ძალიან ბევრი რაღაცების შანს გაძლევს გერმანია, რომ შეძლო რაღაცა თავის გამოცდა რა რაღაცეებში და ეხა ძალიან სასაცილო გამოცდილებაა, მაგრამ მე რომ მერსედესში სვარკაზე სულ დამცინიან ხოლმე, ეგ იყო 2018 წელი მგონი და სულ ვეუბნებოდი ხალხს, რომ მეთქი 2018 წლის მანქანები არ შეიძინოთ, ჩემი დასვარკებული. მაგრამ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო და ძალიან კარგი ფული. ხო. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ხო და 2018 წელი არ შეიძინოთ. ეხა შეგვიძლია ძალიან ბევრი ადამიანს მოვაწოდოთ. მეგობრებო. ანუ ესენი გამოუშვეს ალბათ 2019-ში რა, უფრო ალბათ და აი 2019-2018-ს ერიდეთ. სუნდათიეს და როგორც ქართულის მასწავლებელი უნდა შეგეცდოთ დადუღება. დადუღება უკაცრავად ეს ამოჭერით დადუღება. ვადუღებდი. არ შეიძინოთ უკვე გვიანი არის თუ რამე მოუვიდა ჩვენ მაგას ვის უნდა მიმართოთ შეკეთებს გარანტია ხელი მაქვს მოწერილი უსაფრთხოებაზე. მოკლედ მე მინდა რომ თქვა საიდან მოვედი შენთან ან თქვენ საიდან გაიგეთ არ ყველა ძალიან საყვარლები ხარ მართლა და მიხარია რომ აქ ვარ ან ინსტაგრამზე ვნახე ვიდეო თქვენი გამოფენის მეგობრებისგან გამახსენდა რომ არ მქონდა რაღაც ინფორმაციები მაგას და ვიფიქრე რომ საინტერესო იქნებოდა თქვენთან ჩამოსო თქვენი გაცნობა. მოკლედ მაგ თემას გავშლით კიდე კარგად უბრალოდ რაღაც ანუ რა მაბრკოლებდა რომ ჩამოსულიყავი ისი რომ აი პოლიტიკური სარჩული. ანუ არ მინდა რომ რამე შეხება მქონდეს და კავშირი მქონდეს ჩემს არხს ფაუსს რომელიმე პოლიტიკურ თუ გინდა ნაცები იყვნენ თუ გინდა ქოცები იყვნენ ვიღაცები კიდე ხო არიან და ანუ არ მინდა რომ რამე შეხება მქონდეს რა. იმიტომ რომ მაგათ თავიანთი ტელევიზიები აქვთ და ეგენი თავს მიხედავენ. კარგად. თავიდან გითხარი სერიოზულად მეკითხება, ეხლა ეს რა შეგვატყო რომელიმე პარტიას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეგ რა, იმიტომ რომ იმათ თავიანთი ტელევიზიებიც აქვთ, ანუ გზები აქვთ როგორ აწვდიან ხმას და ხალხს
და თან ისი მეთოდები აქვს რაღაც უცნაური, რასაც მე ვერ ვიტან. მე მგონია რომ მაგათმა თავიანთი საქმე უნდა აკეთონ და მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. რომ წარმოვიდგინე რომ ადამიანებს, რომელსაც რაღაც არ მოსწონთ, ცდილობენ რომ გამოხატონ თავიანთი პროტესტი და თუ მაგაშია საქმე, მგონია რომ ჩემი არხიც, ანუ ფაუსტი ზუსტად იქ არის ახლა სადაც უნდა იყოს. და მე მინდა რომ მოვისმინე თქვენგან რას აკეთებთ, რატო აკეთებთ, რა მიზნები გაქვთ. ბაში საქმე ბიჭო ბარაში. აი მოკლე იმას გავაკეთებ და მე წამომეშველებთ. ხან მართლა მაგაშია საქმე, შე როგორც თქვი, იცი რა არის აქაც ცხოვრების პერიოდში ეხლა ჩვენ ყოველს რაც გვაერთიანებ და იყო ის რომ ნუ ვისმენთ ამბებს და გვინდოდა რომ რაღაცა ქმედითი გაგვეკეთებინა და ნუ რამდენიმე წლის წინ დაიწყო ეს ყველაფერი რომ ხო მართლა ნუ გაქვს პროტესტის შეგრძნება და აქ სხვა რა უნდა გააკეთო კედლებზე ვერ გახვალ და აპროტესტებ და მასე გავიცანით ერთმანეთ იდეაში ან ჩემი და ნინოს გარდა უბრალოდ ჩვენ ისედაც ვიცოდით ერთმანეთ შეხედულებები და ერთად ვაპროტესტებდით ისედაც და მაგ პერიოდში გავიცანით ერთმანეთი კიდევ ჩვენი მეგობარი არის მარიამი რომელიც ასევე ჩვენი პატარა ინიციატივის წევრი არის და ზუსტად ეგ იყო რომ ანუ რაღაც ის პერიოდი იყო რაღაც არჩევნები მე არჩევნების შემდეგ ბევრი რაღაც ხდებოდა რითაც რა თქმა უნდა არ ვიყავით კმაყოფილები და გვინდოდა რომ რაღაცა დაგვეწყო ქმედითი რითაც ანუ ჩვენ შეიძლება ბევრი ვერაფერი ვერ შეგვეცვალა მაგრამ გამოგვეხატა უპირველეს ყოვლისა ჩვენი სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ ვისაც საქართველოში ვთვლიდით რომ ჩვენ მხარდაჭერა ჭირდებოდა და მაგიდან წამოვიდა ეს იდეა რომ მოდი ერთად გავაკეთოთ რამე და არასოდეს არ გვიფიქრია ის რომ ეს რომელიმე კონკრეტული სფეროს ადამიანებისთვის იქნებოდა ან პოლიტიკური შეხედულებების მწამსის და ასე შემდეგ ანუ იქ იყო რაღაც რა თქმა უნდა მცდელობები რომ თუნდაც კულტურის თვალსაზრისით ეს არ იყო რაღაც ესეთი რომ მოდი გავაკეთოთ პოლიტიკური რაღაც ანუ არანაირად უბრალოდ რა ხან თითოეულ ჩვენგანი ასე თუ ისე ყველა ვიყავით კვირის განმავლობაში დაკავებული სამსახურის უნივერსიტეტის ოჯახების გარდა სამშობლოთი, აი რაღაცა სამსახური იყო ეს რაღაცა სამშობლოთი დაკავება. თქვით რომ მოდი ერთად გავაკეთოთ რაღაცა და ხო ესე დაიწყო რაღაცა პირველი ნაბიჯები. ანუ მაშინ გადავფრინდი მართლა აქციების გამო წავედი საქართველოში და უბრალოდ იქიდან ჩამოსული, სულ იმას ვამბობდი რომ ეს ამბები არ შეიძლებოდა რომ მოუყოლელი დარჩენილიყო. და მე თვითონაც როდესაც მივხვდი რომ აი ეს უნდა სადღაც მეთქვა სადღაც უნდა დამეწერა და ვიცოდი რომ ანუ ყველას ეგ იდეები გქონდა რომ რაღაც გავგვეტანა ჩვენი ამბები და ჩვენ თვითონაც ანუ პირველ რიგში მე მგონი ჩვენთვის იყო რომ აი ეს ჩვენ სად დავიტიოთ ეს ყველაფერი აღარ ვიცოდით და მოუყვეთ და ეგ იყო ზუსტად რომ დავიწყეთ მე მუშაობა მოძებნეთ თქვენი პროტესტის გამოხატვის ძალიან მომეწონა იმიტომ რომ ჩემთვის ფორმებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თქვენი გამოხატვის გზაც ძალიან მესიამოვნა და მომეწონა რა. სულ ყველაფერი მასე დაიწყო, მივდიოდით, მე მგონი პარასკევიან შაბათი დღე იყო და ვემზადებოდი ჰამბურგში წასასვლელად აქციაზე. და მაგ დილას ვნახე კადრები, აი ეს ძალიან ცნობილი კადრები არის, ხუჭუჭა ბიჭი რომ ძირს გდია და ურტყამენ და ნუ მე მაგ დროს აქ ყავას ვიმზადებდი და რაღაცა სიტყვისთვის ვემზადებოდი ჰამბურგში წასასვლელად და ამ კადრებს რო ვუყურე, მართლა ძალიან ცუდად გავხდი და ძალიან ერები მომეშალა ჩემ თავზე რომ მეთქი ხა მე ესე დაწყნარებული დავარცხნილი წავალ ჰამბურგში აქციაზე და ნუ მე რა შეიცვლება და აი მართლა ძალიან სპონტანურად მეთქი რაღაც პარასკევ შაბათ კვირა ემთხოვოდა 2 დღეს თავისუფლებას ავიღებ და მოდი წავალ საქართველოში და ეგ იყო ნოემბრის ბოლო, ანუ 1 დეკემბერს ხამე, ხო მაშინ ძალიან ის იყო, ერთად წავედით მაშინაც ჰამბურგში მე და ნინო და გზაში თანხაც არ მქონდა, ჩემ მეგობარს დაურეკე საქართველოს მეგობარს გიგას დაურეკე, მეთქი ხო შეგიძლია რომ ბილეთები ამიღო თქო და ამიღო ბილეთები და ნუ ჰამბურგიდან ფაქტ ჩემთან და დედაჩემმა არაფერი ცოდნენ, აქ იყვნენ და გზიდან დაურეკე და სანამ ჩამოვედი, იმათ აირწინაღები და რაღაცები დამახოდრეს თუ მიდიხარ მომზადებული წადიშვილოვო და რაც რომ მეგონა დედაჩემი სად მიდიხარ და ვაიმე წადიშვილო მე რო შემეძლო მე წამოყვებოდი და ესე ჩავედი ღამე იქ ჩვენი მეგობარი გიგა დამხვდა პირდაპირ აქციებზე და ეს 4 დღე იყო ნუ აქციებზე სახში და უკან წამოსვლის დროს ანუ აღარ მინდა ესე გავშალო ის 4 დღე იმიტომ რომ რაღაც მგონია რომ სულ სხვა რაღაცა ცალკე ცხოვრება იყო ჩემი ცხოვრებიდან მართლა ეგ 4 დღე და უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ მაგ ყველაფერზე სადღაც მოგვეყოლა და ეგ იყო რა როგორ მიიტანო ხო ხალხთან ეგ ყველაფერი და ხა მე იქ რასაც ვუყურებდი საკუთარი თვალებით ხო მე ყველაფერი არ მქონდა აღბეჭდილი მაგრამ ვიცოდი ადამიანები ვისაც მქონდა აღბეჭდილი ეს ყველაფერი და ხა მე რომ წარმოვიდგინე რომ მე 4 დღე ვიდექი და იმდენი რამე მქონდა მოსაყოლი ანუ ადამიანები რამდენი ხანი იდგნენ და მეთქი იმათ რამდენი ექნებათ მოსაყოლი და მასე დავიწყეთ სულ პირველი ამბების და ნუ ჯერ ჩემ მეგობარ ფოტოგრაფებს მივწერე და აი ყველაზე მეტად გაგვიმართლა მაგ
მაგაში რომ მე მგონი აი თავიდანვე ყველანაირი აი რატო და რისთვის და ასე შემდეგ გამოგვიგზავნეს ძალიან მაგარი კადრები, გამოგვიგზავნეს ასევე აი ამბები გვანდეს, მართლა იმ დღეების ჩანაწერების ამბები გვანდეს და მე კიდე ჩვენ თვითონ ძალიან გაგვიმართლა მე მგონი ერთმანეთის პოვნაში, იმიტომ რომ ყველა ძალიან სხვადასხვა საინტერესო რესურსით ვიყავით, რაღაცა ვიზუალურად, თუნდაც კრეატიულად, თუნდაც სოციალური მედიით, ანუ ეს პროექტი რომ საკმაოდ რაღაცა ერთ კვირაში, ორ კვირაში მოვახერხეთ, ამბების შეკრება, გახორციელება და აი ძალიან დაგვეხმარა ყველაფერი, რომ ხუთივე სრულიად სხვადასხვა განსაკუთრებული რესურსები ქონდა და ძალიან მაგრამ ფაქტობრივად უცნობმა ადამიანებმა ჩვენ გარდა ისე შევავსეთ ერთმანეთი, რომ აი ზუსტად რამდენიმე კვირაში მართლა აი პირველი გახსნა რაც გქონდა, ჩვენ თვითონაც არ გვჯეროდა მაშინ აი ხუთივეს გვაკანკალებდა. სად ვართ რას ვაკეთებთ, ანუ პირველად რაღაცა და ანუ იმ ხალხ მართლა ისე კარგად მიიღო მაშინ საზოგადოებამ ეს ყველაფერი, ჩვენ თვითონაც სრულიად სხვა თვალით შევხედეთ და ზუსტად ამ ამბების კომბინაცია, ანუ ფოტოები, ამბები და ანუ არჩევაზეც არ ვიცი ნათია მიმუშავა მაგალითად ძალიან დიდი ხანი დახარჯა რომ აი უამრავი საუკეთესო ფოტოდან უფრო საუკეთესო ანუ საუკეთესო სასვით ქონდა ფოტოები და ანუ რაც ნახე ხა შენ დღეს კიდე ყველაფერი არ გინახავს მართლა ვიცოდეთ რომ საუკეთესო ფოტოები წარგვედგინა და მოეტანა ხო დღეს გადავიღე მაგრამ უფრო დიდი გამოფენაც იყო აი შეჯამება რომ გავაკეთო მოკლედ ან ფოტოები ჩამოიტანეს გოგოებმა და აქციებზე გადაღებული ფოტოები და აკეთებენ გამოფენებს ეხლა არის გამოფენა ჰამბურგში როგორც ვიცი და გინდოდოთ რომ სხვა ქალაქებში ჩასულიყავით ხო ბრემენში ეხლა არის ბრემენში და ჰამბურგიდან ვარ ახალი ჩამოდის მარიამ ისა შეცანოდეს გინდათ რომ სხვა ქალაქებში ჩასულიყავით და გააკეთებინათ უბრალოდ არ არის საშუალება რომ ყველა ქალაქში ანუ ადგილი გამოინახოს სადაც გამოფენა მოხდა. ან წარმომიდგენია რასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. ან მარტივი არ არის. და ფოტოები აქ დავეჭდით რა ჩამოგვიტანე ფოტოები გამოგვიგზავნეს საქართველოსთან. და ეს გამოგზავნილი ანუ დიგიტალური ფოტოები მე დავეჭდით ხო. ანუ სხვადასხვა ქალაქებში თუ ვინმეს გაქვთ ინტერესი ასევე შეიძლება დაეხმაროთ რომ უფრო ბევრი ადამიანს მიეწოდინონ ხმა და თავიანთი პროტესტი. ანუ ჩემთვის მაგალითად ისე იყო რომ მივხვდი რომ ანუ მე რო პროტესტი მაქვს და რაღაც არ მომწონს რაც ხდება ჩემ ქვეყანაში სივრცე არ დამიტოვეს სადაც შემიძლია გამოვხატო ჩემი პროტესტი. ალბათ ერთ-ერთი უკანასკნელი ადამიანი ვიყო შეიძლება ვინცაც შეიძლება ნაცი დაუძახონ დაუშვათ. იქ თუ ვინც დგას ხო ესე ეძახნა. ბოლოს ისე გამოვიდა რომ ადგილი არ არსებობდა და სივრცე არ არსებოდა სადაც შემეძლო მე რომ პროტესტი გამომეხატა და დგას იმის მე ჰანოვერში დააპროტესტებს. არა მე მგონია რომ ეგ არის საშინო პროტესტი რო გაქვს და ვეღარ გამოხატავ იმიტომ რომ რაღაც გარემო შეიქმნეს ისე ხელოვნურად რომ სადმე თუ ხმა მოიღე არასწორი ხარ. ან ის ხარ ხო. და მე რაღაც არ მომწონს და აი სულ ფეხებზე მყიდია მაგალითად ეხლა ამ გადმოსახედიდან ეგი არ იყები, ანუ მე პროტესტი მაქვს და გამოვხატავ და ვაფიქსირებ ყველა ჩემს ვიდეოში და მე უბრალოდ ჩემი გზა ვიპოვე, სადაც შემიძლია ძალიან თავისუფლად ვილაპარაკო და ვერავინ ვერ გაბედავს იმას, რომ რაღაც ისეთი დაწერო წავუშლი. ანუ მე წეგა რაღაც გითხარი წეგა როგორ ჩხუბე რაღაცას მე გადავწყვეტ რა მინდა დაიდეს და რა ანუ ეს არის ან ჩემი სივრცე და აქ მე ვლაპარაკობ იმაზე რაც მომწონს და არ მომწონს. ეხლა მე თქვენ დაგტოვებთ იმიტომ რომ გაკვეთილზე მაგვიანდება მელოდები ან გერმანელი სიძეები რომლებსაც რომლებსაც ძალიან უნდათ ქართული სწავლა გადასავერთ. თავის სახელმწიფოს ხანდახან ასე მაგრამ მე ამბობენ რომ თავისინებით მოდიან. იქამდე რეებიც გითხარით, ეგენი არ დაგავიწყებთ თუ გინდათ გერმანული სწავლა ეს კონტაქტები აღწერაში ყველაფერი. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა ძალიან. ბევრი არ ვლაპარაკია, მეგობრებო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ქალბატონია. მე მიყვარს მოსმენა. შეიძლება წელს ეს ჩემი ბოლო ვიდეო იყოს.
შენც როგორი იყო ეს წელი? ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ აი რაღაც მომენტიდან რაც დავიწყე YouTube-ის კეთება, ანუ რას საკეთებს Google-ა რო იკითხავენ, ან მუშაობს, ან ვიდეოს იღებს, ან ვიდეოს ამუშავებს რა, მაგრამ ანუ მე პირადად ისე ვერთობი და ისეთ სიამოვნებას ვიღებ მაგ ყველაფრით, რომ ჩემთვის ან მაგ მომენტიდან რაც მე YouTube-ის კეთება დავიწყე, ჩემი ცხოვრება გახდა ძალიან საინტერესო რა. და ყოველ გადაღებას ველოდები განსაკუთრებულად და ძალიან პასუხისმგებლობით ვუდგები მაგ ყველაფერს და თქვენთან ჩამოვედი უბრალოდ რაღაცნაირად გადაღლილი ჰამბურგის გამო და მგონია რომ რაღაც დავუკეთე ამ ვიდეოს ჩემი მდგომარეობის გამო და რაფერი არ დაუკრეთ ბოდიში მაგის აი საერთოდ დავიწყე ეხლა მითხარით რა დაგაკეთე ხო შეიძლება ცოტა ბარა არა ხო ანუ რა გინდა მე კეთილიშვილით მშურშენი ეხლა რასაც აკეთებ ვეგანბები ძალიან მაგარი საქმეა და ანუ შენ ხო ჩვენზე ილაპარაკე და ჩემგანაც ძალიან დიდი პატივისცემა და აი თავიდან ხო გონებია თორნიკედან მოყოლებული მე ეს რაღაცებს ვაკვირდებოდი ხოლმე და ძალიან კარგად ვითარდები და მართლა ძალიან საინტერესო საქმეს აკეთებ კარგი მიმართულება აქვს არჩეული და კარგი ხალხსაც პოულობა ხა აქამდე და რა ვიცი ძალიან დიდი მადლობა თქვენ მეგობრებო გილოსავთ დამდეგ ახალწელს ეგ დრო არის იქით ნაძვის რაღაც ეგ გვაკლია გაბოლოებული მაგრამ იქით აქეთ რაღაცა ბევრ სიხარულს სიყვარულს ყველაფერი კარგს გისურვებთ მომდევნო წლებში დიდი მადლობა ყველას ვინც გამოიწერეთ უკვე ჩემი არხი ვისაც არ გამოიგიწერეთ გამოიწერეთ ფაუსტი და ერთად კიდე ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას შევქმნით ჩვენ. მადლობა Georgia Royal Wines. მადლობა ჩვენგანაც გაგულამაზა საღამო. ბრავალ მშობას და ახალწელს. დატკბით პატარა მომენტებით მეგობრებო. ეს ვიდეოც გამონაცემია. აუ კარგი ერთი ადამიანი მაგრამ ბევრი რო ვართ კარგი. ვიცი რომ ამ თეორიულად რა უნდა გავაკეთოს ახლა წამყვანომა რა უნდა გადაანაწილოს ყურადღება უნდა გადაანაწილოს თანაბრად ანუ რა გამოსვლა არ მაქვს ვინმეს რა მეჭდა ბოლოს ვიდეო დამთავრდება მაგრამ რა დაგა